ქრისტეს პიროვნება უნდა შეისწავლო, რომ გაიგო ადამიანი როგორი უნდა იყო, როგორი უნდა იყოს, რა არის შენი იდეალი. და მეორე, თავად ყოვლადწმინდა სამებას უნდა შევხედო და დავინახო, რომ ღმერთი ერთი კია, მაგრამ პიროვნულად სამია. ანუ ღმერთი არის სამი პირის, სამი პიროვნების ერთობა. ერთობა აბსოლუტურად უანგარო და ბოლომდე თავგანწირული. მამა ცხოვრობს ძისა და სულიწმინდისათვის, ძე ცხოვრობს მამისა და სულიწმინდისათვის, სულიწმინდა ცხოვრობს მამისა და ძისათვის. ანუ ეს ნიშნავს, რომ ღმერთი არის ესეთი. ერთი პიროვნება ცხოვრობს დანარჩენი ორისათვის და ბოლომდე იხარჯება, ყველაფერს ააძლევს. ყოველივე მომეცავე მამისა ჩემისამია. და რაც არის მამის, ის არის ჩემი, ქრისტე ამბობს. ანუ მამა ყველაფერს ბოლომდე აძლევს ძეს, მისი ნება ეს. ასევე ძეც იგი ასეთნაირად იქცევა და ასევე სულიწმინდის მიმართ. მე რომ მისი ხატი ვარ, სამების ხატი რო ვარ, ეს ნიშნავს, რომ მე მხოლოდ მაშინ მომეცემა საშუალება ადამიანური განვითარების, თუ მე ვისწავლი, რომ იგივე განმახორციელო ჩემ ცხოვრებაში. ანუ ვნახო ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი, რომელისათვისაც მე ბოლომდე დავიხარჯები და საკუთარ თავს ბოლომდე გავცემ. და ყველაზე იოლად ეს რეალიზდება ცოლქმრობაში, იმიტომ რომ ამას ადამიანური მიწიერი ბუნებაც ხელს უწყობს.